ზექალაშანიძის 100 წლის იუბილე აღინიშნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიება ორდღიანია. მომხსენებელთა შორის არიან ქართველი და უცხოელი ენათმეცნიერები. ამასთან უნივერსიტეტის სამუზეუმო დარბაზში გამოფენილია ზექალაშანიძის პირადი ნივთები, ხელნაწერები და სამეცნიერო მემკვიდრეობა. დღეს მას ხანგრძლივი ნაყოფიერი პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობისთვის, ასევე ქართული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის უნივერსიტეტის ოქროს მედალი გადაეცა. მისი კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ მე იუბილე არ გადამიხადოთ. ერთადერთი რაზეც უარი ვერ გვითხრა, ეს არის სამეცნიერო თავყრილობის მოწყობა, რომელიც მის დაბადების დღეს დავამტყვიეთ. დღევანდელი დღე არის სწორედ მისი დაბადების დღე. დღეს დაიწყო ამ კონფერენცია მუშაობა, გაიხსნა საზეიმოდ და ახალ გაგრძელდება მთელი დღის განმავლობაში. ნებისმიერი ერი იამაყებდა, რომ საუკუნოვანი მეცნიერი ხავს და მით უფრო ისეთი ეროვნული დარგის მიმართულების, როგორიც არის ქართული ფილოლოგია. განუზომელი ხალბატონი ზექალა ზღვაწლი მან აღზარდა არაერთი თაობა და ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მან შექმნა საკუთარი სკოლა, თავისი მიმდევრები, იმ პრინციპების, იმ მეცნიერული ღირსების მატარებლები, რომლებიც დღესაც მოღვაწეობენ. ჩამობძანდა რამდენიმე ათეულობით უცხოელი ქართველოლოგი, ასევე წარმოდგენილია ძალიან საინტერესო მოხსენებები სხვადასხვა ქართველოლოგიური ცენტრების მიერ, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს, ასე რომ მინდა თქვა, რომ დღეს ნამდვილად ჰუმანიტარული მეცნიერების მიმართულებით ზეიმია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.